TV4-ის ეთერშია კვირის შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება ქრონიკის დაიჯესტი. რუსთავში რაგბის ახალი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს ლომოურის ქუჩაზე, იქ სადაც წლების წინ რუსთაველ მორაგბეთა პირველი თაობა ვარჯიშობდა 8000 კვადრატული მეტრ ფართობის ხელოვნურ-საფარიანი მოედანი, ტრიბუნა, დამხმარე ნაგებობები, თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. პროექტის მიზანი რუსთავში ბავშვთა რაგბის განვითარება და რაგბის საბავშვო აკადემიის დაარსებაა. სამუშაოების ღირებულება 2,980,225 ლარია და სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. რუსთავში ხორციელდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვის ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით. ეს არის რაგბის სტადიონის მშენებლობა რაგბის ფედერაციასთან ერთად. გავითვალისწინეთ ყველა ის თანამედროვე სტანდარტი, რაც ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის შემდეგ მოგცემს შესაძლებლობას ასობით ახალგაზრდა დაკავდეს ამ სპორტის სახეობით. ბავშვთა რაგბის განვითარების ხელშეწყობის მიზნით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ეს ხო ჩვენი გუნდის დანაპირები რუსთავის მოსახლეობასთან. ძალიან ბევრ ახალგაზრდას მიეცემა საშუალება დაკავდეს სპორტით. ამ პროექტის მიმდინარეობა დაწყებულია ამ წლის სექტემბრიდან და მომავალი წლის მაისის თვეში დამთავრდება. რუსთავის სასახლის არქეოლოგიურ ექსპედიციას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა აქვს. სასახლის მეექვსე ოთახში არქეოლოგებმა მე-19 საუკუნით დათარიღებული ჯაჭვის პერანგი იპოვეს. აქვეა აღმოჩენილი მუზარადიც, რომელიც ამ პერიოდის საბრძოლო დანიშნულების არტეფაქტებს შორის ამიერკავკასიაში ერთადერთია. არქეოლოგიური ექსპედიცია შუა საუკუნეების სასახლეზე რუსთავის მერის ორგანიზებით ივლისში დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში არქეოლოგებმა აქ არაერთი მნიშვნელოვანი ექსპონატი აღმოაჩინეს. რუსთავში მასშტაბური ექსპედიცია გრძელდება ძალიან ბევრი საინტერესო აღმოჩენით და ეს აღმოჩენები კიდევ ერთხელ არის კარგი დადასტურება იმის, რომ ჩვენი ქალაქი არის დიდი ისტორიის ქალაქი და სწორედ ეს ექსპედიცია კიდევ ერთხელ მოგცემს შესაძლებლობას, როგორც ისტორია გავაცნოთ მთელ ქვეყანას, ჩვენი ქალაქის, ასევე კონსერვაციაზე და კიდევ უფრო გრძელვადიან გეგმებზე ვიფიქროთ, როგორ შეუნარჩუნოთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი ჩვენს ქალაქს და ჩვენს ქვეყანას. მნიშვნელოვანი არტეფაქტებია მოპოვებული, მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია რკინის მუზარადი თავისი ჯაჭვის ნაშთებით. მას კიდევ ერთი დამატებითი ელემენტი შეემატა, ანუ სრული ჯაჭვის პერანგი ექნა აღმოჩენილი. მუზარადიც და ჯაჭვის პერანგი იშვიათად არის მოპოვებული არქეოლოგიურ გათხრებში. მუზარადი ამ ეტაპზე არსებული ლიტერატურის მიხედვით ერთადერთია, რაც ამ პერიოდისთვის ჩვენ მოგვეპოვება. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და ეკონომიკური განვითარების ძლიერი ტენდენცია ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან ჰაბად ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და ახლა უკვე ფინანსების მიმართულებით. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის ფინანსური სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს ძლიერ მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2021-2024 წლებში ქვეყანაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ თითქმის 10% შეადგინა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი აქტიურად უწყობენ ხელს საფინანსო სექტორში კონკურენციის ზრდას, ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გაფართოებას, ინოვაციური პროდუქტების დანერგვას და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯვალაძე თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ ქემალ მემიშოღლუსთან ერთად რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში იმყოფებოდა. მხარეებმა პანდემიური ინფექციური დაავადებების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ხაზი გაეცვა თურქეთისა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემების კოორდინირებული მოქმედებების მნიშვნელობას, ასევე ორივე ქვეყნის მზადყოფნას მომავალში ერთობლივი პროექტების
განსახორციელებლად. აქვე აღინიშნა, რომ საქართველო და თურქეთი მზად არიან გააძლიერონ თანამშრომლობა ჯანდაცვის სექტორში, რაც ხელს შეუწყობს უფრო ეფექტური, მდგრადი და თანამედროვე ჯანდაცვის სისტემების განვითარებას ორ ქვეყანაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 14 წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი და სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ფარგლებში ნიმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულის მობილური ტელეფონი, სადაც მის მიერ ჩადენილი გარყვნილი და სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველ ვიდეო ჩანაწერებს ინახავდა. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველების მიერ გამოვლენილი და აღკვეთილია საერთაშორისო ნარკოტრაფიკის კიდევ ერთი ფაქტი. პოლიციის მიერ ამოღებულია 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომლის ღირებულებაც ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე დაახლოებით 80 მილიონ ლარს შეადგენს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ასევე საქართველოში უკანონოს შემოტანისა და საქართველოდან უკანონოდ გატანის ფაქტზე დაკავებულია წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლების საქართველოს ორი მოქალაქე. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 20 მოქალაქე, მათ შორის არიან ინდოეთის, პაკისტანის, ბანგლადეშის, ნეპალის, ეგვიპტის, იორდანიის, ფილიპინების და თურქმენეთის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. ამჟამად აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებით განთავსების ცენტრში, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. ამ და სხვა სიახლეებს ნახავთ TV4-ის ოფიციალურ ვებგვერდსა და Facebook გვერდზე TV4G, რომელიც მუდმივად განახლებად რეჟიმში მუშაობს.